Armas ახლობლადიანს მივესალმები, გამარჯობა ხარ. დიდი მადლობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. თქვენ ესე აქტიურად ადევნებდით თვალყურს და ხო აკომენტარებდით ამ პროცესებს, რომელიც ვიდეოდა ქართულ პრესაში და დღეს ყველასპირველი კითხვას ამას ვეკითხებ ეს ისტორიულ დღესთან დაკავშირებით თქვენი განწყობა როგორია დღეს? გულწრფელად გეტყვით, რომ განწყობა არის ძალიან ამაღლებული, იმიტომ რომ ეპოქალური მოვლენაა საქართველოს 60 ქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიაში პატრიარქის გამორჩევა. ყოველთვის იყო მეტნაკლებად ასე, მაგრამ განსაკუთრებით ეს არის ბოლო 10 წლეულების ტრადიციაც ვიტყოდი. 50 წლის წინ აღსაყდრდა უწმინდესი ილია მეორე და იმდენი იმედი იყო იმ მაშინდელ აღსაყდრებასთან დაკავშირებული, ჩვენ ეს ვიცით გადმოცემით, იმდენი იმედი და ამ იმედის უდიდესი და მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა ითქვას გამართლდა. არა და წარმოვიდგინოთ, რომ ეს ხდებოდა მაშინ ღრმა საბჭოთა ეპოქაში, როდესაც უღმერთობის დრო იყო ერთი მხრივ, მაგრამ ამის მიუხედავად მაშინ პატრიარქმა ილიამ მოახერხა, რომ ჩანგრეული ხიდების აღდგენა დაეწყო ადამიანებთან, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებთან, მათ შორის და ფაქტობრივად სიცოცხლის ბოლომდე ამას მიუხედავად ბოლოს დაუძლურებისა ის არ შეეშვა. ეს იყო მისი ალბათ ყველაზე განსაკუთრებული მისია, რომ მოენადირებინა ადამიანთა სულები და მათთვის ეკადაგებინა ჭეშმარიტება, მოესმინა სხვებისთვის და ერთი მხრივ და მეორე მხრივ მასაც ეთქვა სხვებისთვის მისი აზრი, მისი სიტყვა და ეს ყოფილიყო თანაბარ პირობებში. ის ამას ახერხებდა საუკეთესოდ, შემიძლია ვთქვა გულწრფელად. ახლა ამ გამოწვევის წინაშე დგება ახალი პატრიარქი. რამდენად გაქვთ მოდულებს მოახერხებს ამას? ერთი მხრივ ვიტყოდი, რომ ჩემი დაკვირვებით, მოგრძალებული დაკვირვებით და იქედან გამომდინარეც, რომ მას საკმარისად ვიცნობ, საკმარისად კარგად ვიცნობ და თან დიდი ხანია, შემიძლია გითხრათ, რომ მას ამის პრაქტიკულად ყველა რესურსი, შესაძლებლობა გააჩნია. ალბათ სხვა საქმეა, რამდენად შეძლებს ამ შესაძლებლობების, ამ უნარების, ამ სათნოებების რეალიზებას. ერთი მხრივ ამას სჭირდება მინიმუმ, რა თქმა უნდა, მტკიცე სურვილი. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინება, რომ დღეს არის ურთულესი დრო, როდესაც ქვეყანა არის ფაქტობრივად როგორც აი ეს მრგვალი მაგი და ორ ფერად გაყოფილი. ეს არის კვეთრად ორი განსხვავებული ფერი და ამ ორი უკიდურესობის შეიძლება ითქვას შერიგება, ყოველ შემთხვევაში შეთანხმება მთავარ კომპრომისულ საკითხებზე ვფიქრობ შესაძლებელია და ამ ხრივ ახალი პატრიარქის მისია შეიძლება იყოს ყველაზე მნიშვნელოვანიც. ისურვებდა თუ არა ის ამას დღევანდელი აი ამ საზეიმო ლიტურგიის და ლიტურგიაზე მისი ვიტყოდი ასე სეფე სიტყვის დროს ჩვენ მოვისმინეთ, რომ მას აქვს ეს სურვილი. მან ეს მკაფიოდ ჩამოაყალიბა ძალიან. სურვილს და რეალობას შორის რა თქმა უნდა მანძილია. ეს მანძილი რაც მალე დაიძლევა და რაც უფრო უკეთ დაიძლევა, ვისურვებდით, ვინატრებდით. ერთ სიტყვით მე მეჩვენება, რომ ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია, მას ეს შეუძლია, არ უნდა დააკლოს მცდელობა და უნდა დაიყენოს გვერდში ყველა, ვინც ამაში მას დაეხმარება, უპირველესად თავად სინოდში. იქ არიან სინოდის წევრები, წმინდა სინოდის წევრები, რომლებსაც არ უჭირთ განსხვავებული აზრის მქონე, კრიტიკული აზრის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა. აქვთ ეს გამოცდილება მდიდარი და უფრო შორს რომ წავიდეთ, რა თქმა უნდა არიან სხვებიც და თანაც ბატონო მერაბ გავითვალისწინოთ, რომ ყოველთვის ამ ბოლო 10 წლეულების განმავლობაში პატრიარქ ილია მეორეს მაგალითი იყო გადამდები. გადამდები იყო ეპისკოპოსებისთვის, მღვდლებისთვის, ერისთვის ასევე მისი შემრიგებლური ნაბიჯები, მისი მობიერება, კეთილგანწყობა, პატიების უნარი და სხვა მრავალი სათნოება და ახლა ახალგაზრდა პატრიარქობისთვის ნამდვილად ძალიან ახალგაზრდა შიო მესამეს შეუძლია
ამ ხრივ მე ვფიქრობ მას აქვს შანსი რომ ყველა სასიამოვნოდ გაგვაოცოს. ნახოთ.